თოვლის კაცი საზღვარზე საოცარი რამ მოხდა. მეზღვაურებმა ხამით შეამჩნიეს 2 მეტრიანი არსება, რომელიც თოვლის კაცს წააგავდა, მისი თვალები სიბნელეში ანათებდა. ეს რა ნოტებია? ნეტა როგორი მუსიკა. რა მაგარი პორტრეტი ეს დახატულია, დაჭრილ ფეხს იხორცებს ხუცამში, გოგიშტი. ნატრის თვალით შესრულებული ნამუშევრები, ხატვის ჩაურევლად. აი ეს ის არის, რასაც ვეძებდი. მამუკა! მამუ! მოდი ნახე რა ვიპოვე, ჩქარა. ჩქარა, მოდი. მოდი. ნახე. ჩქარა რამდენია? 1 აქეთაც ისინია უფლები და ისინი და აი ეს რო გვინდოდა ნატრის თვალისწინებია ხატულია ჩაურევლად დახატაოთ და 10 ნამუშევარია ეგ და ნახე რა ძველია ყველაფერი ვაჟაფშაველას პიროვნების და ეს კაპრას ამოთ ზემოთ მოხდა მოდი ჩამატებინე რა ან ეგ შეწამოდი თვალსაჩინო ქართველი სიურრეალისტი. შეიძლება ითქვას ქართველი სალვადორ დაალი. ის თვითონ სუღოლთის ხატავდა. პატარა ჩიტი რო ღობეზე რო იჯდა. რო ჩავიჯდებოდა სული ჩიტზე, სანამ არ გაფრინდებოდა სული მას ხატავდა. მე გრიგოლი აეუბნებოდა იმას რომ კაცო რა ზაზზე ამ ჩიტს აგერ ვეხვივით ხალხი ესენ დახატეო ჯობიაო. Он создал мир свой. Это не просто единичные работы, это его мир. Он индивидуален и он интересен. მაგი ხო ბიოლოგი იყო და უყვარდა აი ბოთლს შეღებავდა, დადებდა და იქიდან მერე ნახაც ხედავდა და ამატებდა ამას. საოცარი ადამიანი იყო, აი რა მხრივ ხო წარმოიდგინე ხო ესეთი ტრაგედია დაემართა და შვილი მაგისტვის მე ჩავთვალე რომ სხვა პლანეტაზე წავიდა მაგის შვილი და იქ დაამთავრა ლაპარაკი. სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე 1962 წელი. რიხტერის იდეა სიცოცხლე თითქოს მარადიულია და გადადის ერთი პლანეტიდან მეორეზე. მისი აზრით დედამიწა თავდაპირველად იყო უსიცოცხლო, შემდეგ კი მოხდა მისი დასახლება მიკროორგანიზმებით, პოლიმორფიზმი და ნაკვალების დატოვება. თბილისის სამხატვრო ფონდის ლითოგრაფიის სახელოსნოში მუშაობს მიხეილ ვარდიშვილი. ძნელი ამ კაცში ისეთი საინტერესო შემოქმედი იცნოთ, როგორიც მიხეილია.
სახელოსნო არ ჰქონდა მაგას სულ გზაში მუშაობდა რაღაცა პატარა ჩანახატებს უღონს აგიდებდა სულ ინახავდა და აგროვებდა და აქ რომ მოვაწყე როგორც სახელოსნო თვითონ დაჟე ახაც ცხოვრობდა კიდე Это, правда, было давно, довольно давно. Миша был тогда очень молод, а мы были совсем детьми. Но как только отец начал, насколько я помню, как только отец начал работать над этими материалами, у нас в доме появились уйма его работ. И эти работы были совершенно не похожи на те, которые мы до того, значит, видели или рассматривали, или ходили на выставках и тому подобное. Это было совершенно другой подход к миру. Это я уже сейчас, значит, задним числом соображаю. Тогда просто это было что-то новое. გეგონებოდა რაღაც მარტოსული ეს კაცი და ჩაღრმავებული რაღაც თავის თავში და ეთყობა რაღაცა კიდე პირობები ხო მცით ახლა მაინც პირობებიც უნდა მხატვარს კონდეს რაღაც რა თქმა უნდა მას აღიარება მქონდა იმ დიდი გამოფენიდან აი როცა პერსონალური გამოფენა გამართა და დიდი მხატვრების აზრებიც იყო გამოთქმული აი როგორც ეს ბატონი ლადო გუდიაშვილის ჩანაწერები არსებობს ამ გამოფენაზე მაგრამ რაღაცა თითქოს ესე მე მაინც ესე მახსოვს რომ თავისთვის ცხოვრობდა ეს კაცი თავის ხატრობაში იყო ჩაღრმავებული და ჩემი ხედვით ესე ჩამდა ყოველთვის ეს არის ჩვენთვის ჩვენს რესპუბლიკისთვის არის უდიდესი მოვლენა ხოლო ერთმა მხატვარმა კიდე შეიტანა თავისი რაღაც არასრული წვლილი აი ეს მთავარია რა ეს არის სიხარული აი რომ დააკვირდებ თითოეულ ნახატს ნამუშევრს აქვს თავის ინდივიდუალური თემა სახე და მისი თლიანი ჩანაფიქრის ზუსტად განმეცემა თუ კი ჩვენი საზოგადოება გაიგებს და მოეწონება ეს შემოქმედება მე მგონია ეს არის დიდებული ამბავი და ჩვენთვის მხატვრობისათვის ჩვენ ქართულ მხატვრობის არის კიდევ ერთი დიდი შენამატი ცხოვრობდა მარტო. არავის არ უშვებდა. ჩვენც კი დალაგება რო გვინდა და არ გვუშვებდა. იქ თავის სამყარო ჰქონდა და რა ხდებოდა იქ არ ვიცით. მაგრამ ისე ჩემთან მაინც გახსნილი ადამიანი იყო, მაგრამ თითქოს ყურადღებას არ აქცევდა ადამიანებს, თითქოს თავისთვის იყო, რაღაც თავის სამყარო ჰქონდა, მაგრამ ამ დროს ყველაფერს ამჩნევდა.
ნატრის თვალიდან ყოველდღე მატარებ. დაგვლის იმას მისთვის ვაშხერებ. იმაგრებული ოქროს ბეწვია, როცა მოძრაობს ის ჩაქვის მზია. იგი კისაზე მაქვს დაკიდული, როცა დავდივარ მისკენ მაქვს გული. ქაღალდს მიაწვდის შერჩეულ ფერებს, ის იქვე სადმე მალულად ვიძარებს. ნახატისთვის თუკი არ მოსწოს, თითოეულ წაშლის ხელახლა იწყებს. ავიღე მისი რვეული, სადაც ეწერა ყველა ნაცნობი და ახლობელი და ანუ ეს აწერია რვეულს, ჩემი ნახატების მაყურებელთა სია. დავიწყე ამ ტელეფონის ნომრებით ადამიანების მოეძება, ზოგი სამწუხაროდ გარდაცვლილი აღმოჩნდა, ზოგი საზღვარგარეთ და ის ადამიანები, ვისაც ახსოვდა, ვისაც რაღაც ჰქონდა ინფორმაცია ესეთი, რომელიც მაინტერესებდა, დავიწყე მათთან სახლში მისვლა და ყველაფრის გამოკითხვა. გამარჯობათ, მე მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილი ვარ. ვიცი რა თქვენთან მეგობრობდა და მაინტერესებს რაიმე ნახატები თუ არის, იმიტომ რომ გამოფენისთვის ვამზადები და ვიცით. ხოთ. აი აქ არის აი ნახეთ ეს ბაბუას ნახატია. 90-იანი წლები არის, მაშინ ვაჩუქა. ეხლა საიტს ვამზადებთ და ყველა მასალას ვაგროვებ, რაც კი რამე არსებობს ბაბუაზე. და არქივიდან რაღაცები ამოვიღეთ რადიოს ოქროს ფონდიდან. თან თითქოს ვაზაყვავილებით და პასტელით არის შესრულებული. ეს ნახეთ ბაბუა თქვენის ნახატია ბერმუხა. ძალიან საინტერესოა. თითქოს სული უფრო ძლევდა სხეულს. აი როგორც მოგახსენეთ იყო გამხდარი შედარებით შია ადამიანი, მაგრამ სული ჰქონდა ძალიან დიდი. და აი უნდოდა ეს სიკეთე რაღაცნაირად ყველას დახმარებოდა, ყველაფერი ახლო მიეღო და აი ხმაც ისეთი ჰქონდა ბობოქარი, რომ დაშეკავდა ხოლმე ამ პატარა ადამიანისთვის თითქოს მოულოდნელი. და აი ამიტომაც ჩემთვის ეს იყო რაღაცნაირად დონ კიხოტის სულის მატარებელი ადამიანი, როგორც პიროვნება. Нетипичным человеком он был. Он любил делиться с тобой теми мыслями, которыми он жил сам. И этот мир, которым он жил, я не могу сказать, что он не заинтересовывал. Наоборот, как бы ты ни была занята в то время, когда он, например, приходил, и, между прочим, после отца он часто звонил, и он приходил и делился со своими новыми восприятиями мира. И как бы у тебя не было мало времени, ты обязательно садилась и обязательно слушала то, что он говорил. Он по сей день работает, по-моему, во всяком случае. Вот, ничего, вот просто натюрморт. Вот посмотрите на это. Я думаю, что я каждый день на него смотрю, по сей день. Он мог общаться. Потом иногда у него было, если он замечал, что ты не до конца дослушала, он обязательно начинал повторять это. Ему нужно было до тебя дойти. Мягким он был, на один взгляд, на первый взгляд был мягким. Но я бы не сказала, что неволюбым. Наверняка не сказала. Так что... პატარა ჩანახატები ქონდა. გურული ტიპები, ტიპაჟები, ისეთნაირად რომ იმას კი არ აქცევდა ყურადღებას, რომ დიჩარჩოში, ესე ჩარჩოში არასდროს არ გონია მაგას თავის ამუშავა. სულ ყოველთვის ესე უბრალო კარდონზე
მაღაზიებში დადიოდა საწყალი კაცი, იმ კარდონებს აგროვებდა მაღაზიებში, აი ყუთები რომ არის და იმაზე იყო დაგრული. და რო გეთქვა რომ აი ბიჭო გამოფინე, გაუკეთე, კარგი ჩარჩო და რაღაცა წინდა, ჩარჩო კი არა, თავარი არა, ნახატია. გურია ყოფილა ეს. ეთდებოდა ჩვენთან გამოფენები, იყო თემატური გამოფენები, იყო საგაზაფხულო საშემოდგომო გამოფენები. კომისია ამ გამოფენებს მხატვრებს მოქონდათ ნამუშევრები გადაარჩევდა და შემდეგ კულტურის სამინისტრო იძენდა ამ ნამუშევრებს. იყო ძალიან პროდუქტიული მხატვარი, არც ერთ გამოფენას თითქმის არ ტოვებდა და ყოველთვის მოქონდა ნამუშევრები და ყოველთვის იძენდნენ მის ნამუშევრებს. ანუ არის სულ რამდენი ნამუშევარი? 47 ნამუშევარი. ამობდა ხოლმე მე ვხატავ ერთ ნახატსო, რომელიც უკვე დავხატე 2000-ჯერო თუ რაღაც ახლა აღარ მახსოვს ციფრი და შემდეგ წავშალეო, მე ისე ვხატავო. და ეს გრაფიკული ჩანახატი იყო, მოხუცი ქალის სურათი იყო და ამბობდა ლეონარდოც ასე აკეთებდაო და ეხლაო იკვლევენო აი ერთ ფენას მეორე ფენას აცლიან და ჩადიანო და აი ჩემთან რომ ნახავენო აქ 2000-ზე მეტი იქნებაო სხვადასხვა ფიგურები, სხვადასხვა სახეებიო და აი შთამომავლობას ამას უტოვებდა. ეს საინტერესო იქნება აი ამის ნახვა. ამის თუ დაგვეხმარებით, იმიტომ რომ მე არ ვიცი რომ მაგრამ სამწუხაროდ რაც მაშინ ეხატა ეს იყო მე 2000-ზე და მე ალბათ მე 3000 იქნებოდა და რა ფორმას მიიღებდა ეს გრაფიკულად იყო შესრულებული. ნამდვილი შემოქმედი იშვიათად არის დაფასებული, აი გავიხსენოთ ფიროსმანის ბედი, მოდილიანის ბედი. ბუნებრივიც არის. და როცა შემოქმედებას ეძლევი მთლიანად, შენ აღარ გრჩება დრო რომ მოაგვარო რაღაც ურთიერთობები. Через мысль проходила все это, вся эмоциональная, все эмоциональное, что происходило в его жизни. И у него, между прочим, насколько я знаю, опять-таки, очень сложная была жизнь. Это не то, что родился, там вырос, учился в школе, это не так было. Поэтому он все осмысливал после эмоционального восприятия. Поэтому я думаю, что выставка, если будет его выставка, я думаю, что это очень интересно будет и для молодого поколения.
მახსოვს სულ საღებავებით ხელდასვრილი, სულ მარტო ხატვა, მეტი არაფერი, არანაირი მატერიალური მაგაც არ აინტერესებდა ქვეყნის გულზე. იყო თავის სამყაროში ჩაკეტილი და იმდენად რომ აი ხანდახან მეც არ მიშვებდა, დედაც რომ მივიდო და იმათ არ უშვებდა, იმიტომ რომ იქ თავის სამყარო ქონდა, რამე რომ გადაადგილო მე ვერ დავხატავ. ნახატი მისი გამოირჩევა მხატვრებისაგან თუ გვევლინება. მას არ სწადია განმეორება, მაგრამ ის ზოგჯერ თავისით ქრება. ცოლი გარდაეცვალა 79 წელს, ქალიშვილი დარჩა, რომელიც გათხოვდა და 87 წელს გარდაიცვალა მშობიარობის დროს. და აი ამის შემდეგ მოხდა დიდი გარდატეხვა მის ხელოვნებაში, დაიწყო პორტრეტების ხატვა, სადაც მისი სულის ტკივილი იყო გადმოცემული. ბოლო წლებში ამ მისტიკით ძალიან იყო გატაცებული და ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და საუბრობდა რომ ღამე მოდიან ჩემთან და ვესაუბრები რაღაც და სულ ვეძებდი, მეგონა რომ იყო დაკარგული. ნუ სად იქნება დაკარგული, შეიძლება ვიღაცას აჩუქა, მაგრამ ასე არ აჩუქებდა, ვიღაცას არ მიცემდა, ვისაც ეს არ აინტერესებდა ესეთ ადამიანს და განვიცდიდი ამას, რომ ნუ ვერ ვნახე. შემდეგ სარდაფში ვეძებდი მის ის იღებდა მონაწილეობას მარათონებში და მინდა და რაიმე სურათი ან რაღაც თვითონ იცოდა ხოლმე ყველაფერზე აწერდა ყველაფერს და დედას ვკითხე რომ მახსოვს მეთქი რაღაც კარტონები ქონდა თქო ბაბოს გაკეთებული თვითონვე დაკრული თქო გამოფენდა თქო და ხო არ იცი სად არის თქო და ჩადიო სარდაფშიო არის მე მგონიო და ჩავედი გვიანი იყო, მაგრამ ისე მაინტერესებდა აღარ გადავდე მეორე დღეს და იმ დღესო ჩავედი და გადავხსენე და რას ხედავ მთელი ეს მოების და უფოების სერია. მე მქონდა მისი კულონი მაქვს, რომელსაც იგი სულ ატარებდა, აი ესეთი და ეს არის ნატრის თვალი. ამბობდა რომ ეს მე მახატინებსო და სულ ეკეთა. მე მოყვა ის ამბავს და აქვე წერია, აი მისი ფოტო და წერია რომ ამ კულონმაო, ამ ნახატმა, ჩემს ჩაურევლათო, ნატრის თვალმაო, ჩემ ჩაურევლათო შექმნა რამოდენიმე ნახატიო. ხანდახან რა დავფიქრდები, ცოტა არ იყოს მეშინია, აი მე მეთქი ხა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს უკვე. კოლფლება არ მაქვს ეს ნახატები, უბრალოდ ესე კედლებზე დავტოვოთ ჩემს სახლში. ეს თქო შეუძლებელია. ძალიან მინდა რომ ხშირად გავუკეთო გამოფენები. ხა ეს არ მინდა რომ მარტო დავიწყო და მე რაღაც ორ თვეში დავდო ისევ როგორც არის ყველაფერი. უბრალოდ მე ამის უფლება უკვე აღარ მაქვს. მე ძალიან წდება გული, თუნდაც
როდესაც ცოცხალი იყო, მე მას ისე არ ვაფასებდი, როგორც უნდა დამეფასებინა. ანუ ჩემი თავიდან გამომდინარე. მე მქონდა ყოველთვის იმის საშუალება, რომ თუნდაც მაგას ვერ ვიტყვი, რომ მე არ მქონდა ჩაწერის საშუალება. ტელეფონი ყოველთვის იყო, კამერაც ყოველთვის იყო, აი თუნდაც რაღაც აი რომ მელაპარაკებოდა, თუნდაც გულის ყურით მომისმინა და დამემახსოვრებინა. ანუ აი ეცი რა ზამწყდება გოლი ახლა ვფიქრობ და თუნდაც რაღაც გახსენება მინდა და ვერ ვიხსენებ. ანუ იმ დონეზე უყურადღებად უსმენდი და თუნდაც არ უსმენდი და ვაჩერებდი და კარგი მიშა და მხოლოდ მახსოვს რომ ჩემზე რას ამბობდა და მე მისი აზრები არ მახსოვს, ის რას ფიქრობდა. ანუ არ ფიქრობდა ზოგადად, ანუ ყველაფერზე თავის შემოქმედებაზე არასოდეს არ მიკითხავს. ან როგორ ხატავ, ან რას ხატავს საერთოდ, ან რატო ხატავ ესე, ან აი ესეთ ადამიანებს რატო ხატავ. აი არასოდეს ეს კითხვა არ მქონია და ალბათ ეს ჩემი დიდი შეცდომაა, რასაც ესე ძალიან განიცდი. ესე ჩაკეტილი ქონდა თავის გულში ყველა დარდი, ყველა პრობლემა და მარტო თვითონ დაქონდა. ხო შემეძლო ეს გამეზიარებინა მე და ერთხელ მაინც მის გვერდით ყოფილიყავ.